გამოძიება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების მიმართ მტკიცებულებების მოგროვებასთან ერთად ინტენსიურად მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ლილუაშვილი სხვა თანამზრახველებთან ერთად უზრუნველყოფდა, რომ არ გამჟღავნებულიყო ოპოზიციური მედია საშუალებების დამფინანსებელი თაღლითური კოლცენტრების არსებობა. ვიდრე გამოძიება აღნიშნულ ვერსიაზე მუშაობს, მანამდე გრიგოლ ლილუაშვილის საქმესთან შემხებლობაში მყოფ პირებთან დაკავშირებით ექსპერტულ წრეებში კონკრეტული ვინაობები სახელდება. დანაშაულებრივი სქემის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი საუბრობს. მისი განცხადებით, სქემის ფიგურანტები სუსის ყოფილი ხელმძღვანელი, ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ოპოზიციური ტელეარხები არიან. მათი კოორდინირებული მოქმედების მეთოდი გრიგოლ ლილუაშვილის მოჩვენებითი მხილება და მასზე ყალბი რეპორტაჟების მომზადება იყო. მიზანი კი რეალური დანაშაულიდან ყურადღების გადატანა. ეს იყო ერთგვარი გადატანითი მანევრი, ტაქტიკურად შეიძლება ეს უწოდოთ. როდესაც ყურადღების მიქცევა ხდება სხვა მიმართულებაზე, პრინციპში ერთ საქმეზე, მაგრამ სხვა მიმართულებაზე უფრო სხვა კოლცენტრებზე, მაგრამ მეორე მიმართულება კოლცენტრებისა, ასე ვთქვათ, არ ჩანდა არანაირად და ამაში მათი თანამშრომლობა გამოიკვეთა. საქმეში ფიგურირებს ანიტა იგივე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც როგორც აღმოჩნდა იყო ამ უწყების გარკვეული წარმომადგენლების აგენტი და ეხლა აგენტი ღიად ხوار მოქმედებს, იმიტომაც არის აგენტი, რომ დაფარული მიზნები გააჩნია და ამ მიზნებიდან გამომდინარე მან უნდა ითამაშოს რაღაცა თამაშები. ამ ვერსიის რელევანტურობას არქივი ადასტურებს. გრიგოლ ლილუაშვილის კოლცენტრებთან კავშირის შესახებ ყველაზე მეც და ყველაზე ხშირად სწორედ ლევან ხაბეიშვილი საუბრობდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მძიმე ბრალდებას აჟღერებდა ყველგან, გადაცემებში, პარლამენტში და სცენარის მეტი დამაჯერებლობისთვის, პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც კი. ეს არის მთავარი კოლცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი საქართველოში, ეს არის ადგილი, საიდანაც სუსის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს ფარველობს საქართველოში. ხმაურიანი ბრალდებები, ხელოვნური თავდასხმები, ლილუაშვილის ფსევდომხილება და კოლცენტრების არასწორი მისამართები. სქემის მიხედვით ყველაფერი რეალური კორუფციული დანაშაულის დაფარვას და საკუთარი დამფინანსებლისთვის ალიბის შექმნას ემსახურებოდა. ეხმარებოდა თუ არა კორუფციულ დანაშაულში ლილუაშვილს ხაბეიშვილი. მის პარტიაში გაჟღერებული ვერსიის დაჯერება არ სურს, თუმცა არ უარყოფენ, რომ სწორედ ხაბეიშვილი იყო პირველი, ვინც ლილუაშვილის კოლცენტრებთან კავშირზე ალაპარაკდა. ერთადერთი პოლიტიკოსი იყო ფაქტობრივად, რომელმაც პირველმა დაიწყო ასე აქტიურად საუბარი ამ პრობლემაზე, მათ შორის ჩვენი ანტიკორუფციული გუნდი აქტიურად მუშაობდა ამ ყველაფერზე. მე რა თქმა უნდა იყვნენ მედია საშუალებებიც, რა თქმა უნდა იყვნენ სხვა ადამიანები, სხვა პოლიტიკოსებიც, მაგრამ ლევან ხაბეიშვილი იყო ყველაზე აქტიური. ლილუაშვილის საქმესთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური შეფასებები. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ სუსის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ დამატებითი კითხვის ნიშნები გაჩნდა, რომელსაც პასუხები გამოძიებამ უნდა გასცეს. საუბარია იმაზე, რომ კოლცენტრების ფუნქციონირების დასაფარად და რაღაცნაირად გადასაფარად გამოყენებული იყო ანიტა ხაბეიშვილი, რომელიც აორგანიზებდა როგორც ჩანს სხვადასხვა მათ პარტიულ ტელევიზიებს და მათ შორის სიუჟეტები იყო თუ სხვადასხვა ინფორმაციები, რომელიც გადიოდა და შუქდებოდა, გადიოდა მცდარის სახით იმისთვის, რომ რეალური კვალი ყოფილიყო აბნეული. რა თქმა უნდა, ეს არის უმძიმესი ბრალდება. ჩვენ ყველა დავიცავთ გარკვეულწილად უდანაშაულობის პრეზუმპციის ფაქტორს, თუმცა რასაც ვისმენთ და ვუყურებთ, ეს არის ნამდვილად ძალიან სამწუხარო. ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის მიერ წაყენებულ ბრალში ყველაზე მძიმე რაც იყო, ეს არის ზუსტად კოლცენტრებთან დაკავშირებული საკითხი, როდესაც ხდებოდა პროკურატურის განცხადებით, ხდებოდა ხელის დაფარება დიდ ჯგუფს, რომლებიც კოლცენტრებს მართავდნენ და შემდეგ აქედან მიღებული თანხებით ოპოზიციურ ტელევიზიებს, ოპოზიციურ პიროვნებებს, გაერთიანებებს აფინანსებდნენ, ხოლო მეორე მხრივ ხდებოდა გარიგება, შეიძლება კარტელულ გარიგებას კი დავარქვათ, რომ ზუსტად ეს ტელევიზიები შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილზე ან არაფერს არ საუბრობდნენ, ან საუბრობდნენ მხოლოდ იმას, რისი დამტკიცებაც უბრალოდ შეუძლებელი იყო. ბევრი საკითხი ამოტივტივდა, დაველოდოთ თუ როგორ წარიმართება გამოძიება, ზოგადად საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაგროვდა, ბევრი კითხვა არსებობს და დარწმუნებული ვარ ყველას და ყველაფერს გაეცემა შესაბამისად.
თაღლითური კოლ-ცენტრების მფარველობა ლილვაშვილის საქმის ერთ-ერთი ეპიზოდია. გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს დიდი ოდენობით ქრთა მისაღებას, ბიზნესის ლობირებასა და ტენდერის ეპიზოდებშიც ედავება.